ძალიან საინტერესო რუბრიკით ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, რომელიც სხვათა შორის დროთა განმავლობაში ჩვენს ერთ-ერთ საინტერესო და საფლაგმანო რუბრიკად ჩამოყალიბდა. საუბარი მაქვს ჩვენ და კომპანია Grant Thornton საქართველოს ერთობლივ კოლაბორაციაზე და ძალიან საინტერესო რჩევები, რეკომენდაციები, რომელსაც დღეს პირდაპირ ეთერში მოვისმენთ. ინვენტარიზაციაზე ვისაუბრებთ პირდაპირ ეთერში და იმ ასე ვთქვათ შესაძლო საგადასახადო რისკებზე, რომელიც შეიძლება ბიზნესის წინაშე დადგეს. ერთგვარი რეკომენდაციების ველი, საინტერესო რჩევები ქეთევან გამბაშიძისგან, რომელიც Grant Thornton საქართველოს საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელია. ქეთი, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. თემატიკა და თემატიკის სპექტრი, რომელიც ჩვენ გვექნება დღეს გასაშლელი პირდაპირ ეთერში, ინვენტარიზაცია და ის რეკომენდაციები, კაზუსები და კომპონენტები, რაც უნდა გავაჟღეროთ ბიზნესის წინაშე. აი ჯამში დავიწყებ ზოგადი კითხვით ამ შემთხვევაში და დავიწყოთ საუბარი ინვენტარიზაციის მნიშვნელობაზე და შემდეგ შემოვიტანთ დიალოგში მათ შორის ისეთ საკითხებს, როგორიც არის გარკვეული ცდომილება ინფორმაციის, გარკვეული რისკების კომპონენტი და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებო საკითხი, რომელიც ქართულ ბიზნესს აინტერესებს. გისმენთ ყურადღებით. დიახ, სანდრო, მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. და როგორც შევთანხმდით, ყოველთვის ვცდილობთ ისეთი თემის ირგვლივ გავშალოთ ისეთი დეტალები, რომელიც არის აქტუალური ნებისმიერი სახის ბიზნესისთვის დღესდღეობით საქართველოში და ერთ-ერთი კომპონენტი მით უფრო რომ ძალიან მინდა გაუსვა ხაზი წლის ბოლოსთვის ამის აქტუალურობას ასევე ინვენტარიზაცია, რომელიც არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ნებისმიერი ბიზნესისთვის. საუბრობთ სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციაზე თუ ძირითადი საშუალების ინვენტარიზაციაზე და თვითონ პროცესზე რო ვთქვათ ორიოდე სიტყვით, ხო? ეს არის შედარება იმ ფაქტობრივი მდგომარეობის საბუღალტრო ჩანაწერებთან. რისთვისაც უნდა დავადგინოთ, გვაქვს თუ არა სხვაობა, რამდენად სწორად ასახავს ჩვენი საბუღალტრო, ანუ კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერები იმ რეალობას, რის წინაშეც დგას. ხო? და აქ ამ შემთხვევაში რატო უსვავ ხაზს წლის ბოლომდე აუცილებლობას, ამაზეც ვისაუბრებთ, საერთოდ რა სიხშირით ჯობია გავაკეთოთ, მაგრამ წლის ბოლოსთვის, ანუ ფინანსური ანგარიშგების მომზადებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მით უფრო კომპანიებისთვის, რომლებსაც უწევთ აუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენა, ამ კომპონენტის შესრულების გარეშე წარმოუდგენელია კარგი აუდირებული დასკვნის მიღება და კიდევ უფრო მეც ვიტყვი, თუ აუდიტორულ კომპანიას ურიგდებით კონკრეტული წლის აუდიტორულ მომსახურებაზე, აუდიტორმა უნდა გამოყოს დრო, ანუ ეს პროცესია შეთანხმებადი და წლის ბოლოსთვის უნდა დაესწროს ინვენტარიზაციის პროცესს, რომელსაც მართავს თვითონ კომპანია. ამ პროცესის გარეშე დასტური აუდიტორების მხრიდან რომ პროცესის კარგად სწორად ჩატარდა, მე არ ვსაუბრობ იმ შედეგებზე, რაც შეიძლება იქნას მიღებული, ის თავისთავად ცხადი ასახული იქნება, მაგრამ რომ ჩატარდა სწორად და ყველა კანონთან შესაბამისი ნორმატივის დაცვით ვერ იქნება და შესაბამისად დასკვნაში უკვე როგორც მინიმუმ ერთი პირობა იქნება, რომ ჩვენ არ დავესწარით ინვენტარიზაციას, ამდენად ვერ ვადასტურებთ ამას და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციონ და თადარიგი დაიჭირონ ბიზნესებმა, კომპანიებმა ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით, მით უფრო რომ აუდიტორებმაც უნდა დაგეგმონ თავის გრაფიკში ამა თუ იმ ობიექტზე დასწრება და ამ პროცესის წარმართვის დადასტურება. კი, ბატონო, აი პრაქტიკაში რა აბსოლუტურად გეთანხმებით ქეთი უპირველეს ყოვლისა და მეორე ნაწილი აი პრაქტიკაში რა გვხდება ხოლმე ძირითადად აი რეკომენდაციების ველზეც რო გადავიდეთ ანუ დასაწყისშივე პრინციპში და მე უკვე გავაანალიზოთ კიდე ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი აი მაგალითად ინფორმაციის ცდომილებები და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები აი ძირითადად აი პრაქტიკა რას აჩვენებს დღეს ანუ აი რა ტიპის გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით და აი ბიზნესი ხო ეხლა სტატისტიკურ მონაცემებს ეხლა ცხადია არ და ვერ შევთავაზებთ ეხლა მაყურებელს მაგრამ აი როგორია ერთიანი ტრენდი და მიდგომები ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით მოდით პრაქტიკულ ნაწილში ორ ეტაპად დავყოთ. ერთი თვითონ ადმინისტრირების ნაწილი, ანუ რა სიხშირით უნდა წარიმართოს, როგორ უნდა განსაზღვროს კომპანიამ სულ მცირე რო ერთი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაატაროს და ეს კარგია და ასე შემდეგ, თავის ბიზნეს სპეციფიკიდან გამომდინარე და მეორე არის რა ხდება პრაქტიკაში შედეგობრივად ამ ინვენტარიზაციის შედეგებით, ხო? ჩვენ შეიძლება პრაქტიკაში პრინციპში შედეგით სამი შედეგი დადგეს. ეს არის დანაკლისი, ხო? დანაკლისი ძალიან მარტივად რო ავხსნათ, ხო, ანუ ის რაც ბუღალტრულ ჩანაწერებში პირობითი სასაქონლო მატერიალური მარაგი მაქვს 100 ერთეული, ხოლო ფაქტობრივად სახეზე მაქვს 85, ზედმეტობა, როდესაც პირიქით არის სურათი და შემდეგ ეს არის მექანიკური, ტექნიკური ხასიათის შეცდომები, ცდომილებები. შეიძლება ადამიანური ფაქტორი იყოს,
ვიღაცამ არას სხვა ნომენკლატურის კოდზე გაატარა, რომელიც მარტივად მოგვარებადი შეიძლება იყოს და სწორედ ამიტომ კარგია, როდესაც ხდება არა მარტო შედეგების დადება და ნუ შესაბამისი ღონისძიებების გატარება შემდგომ, არამედ გაანალიზება თუ რატომ დადგა ეს შედეგი. და სწორედ მაგიტომ თუ კი სასაქონლო მატერიალური მარაგი ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ფინანსური აღრიცხვის, ჯობია რომ ასეთი ანალიზი რაც შეიძლება სწრაფად კეთდებოდეს, არ დაველოდოთ დაუშვათ წლის ბოლოს და მანამდე ჩავატაროთ, რომ მივხვდეთ რა იწვევს ასეთი სახის თუნდაც ტექნიკურ უზუსტოებას, თუნდაც დანაკლის ან ზედმეტობას. ეხლა რომ ვისაუბროთ იმაზე, რომ გარდა იმისა, რომ ფინანსურ სურათს ამახინჯებს ასეთი შედეგები, რომელიც დანაკლის იქნება თუ ზედმეტობა, გარდა იმისა, რომ შეიძლება მიმდინარე პროცესში მნიშვნელოვნად ხელი ეშლებოდეს, ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო რისკები. აი ზუსტად ძალიან კარგ საკითხს მივადექით ეხლა და აი ეს მინდა რომ კიდევ ერთხელ გაუზიაროთ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს, ანუ სამი ნაწილი ძირითადად დანაკლისი, ზედმეტობა, ტექნიკური ხარვეზები, ტექნიკური ასე ვთქვათ კომპონენტები, ჯამში 3-დან 1-1, ან სამივეს არსებობის შემთხვევაში. რა რისკების წინაშე დგას რეალურად ბიზნეს სუბიექტი დღევანდელი საკანონმდებლო პრეფერენციებით? ყველაზე მარტივით დავიწყებ ასეთი ტექნიკური შეცდომით და ასევე გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რა შედეგი გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თვითონ ვატარებთ ინვენტარიზაციას და ჩვენ ვღებულობთ ამ შედეგს, თუ საგადასახადო ორგანო უკვე თვითონ ამოწმებს და ეს შედეგი დათვლილია მათ მიერ, ხო? რაც შეეხება ტექნიკურ შეცდომას, ახსნადი თუ არის, გამოსწორებადი თუ არის, ამ შემთხვევაში გასწორებაა უბრალოდ აქ თემა და არ გადავდივართ რაიმე სანქციებს ამასთან დაკავშირებით. ეხლა რომ ვისაუბროთ დანაკლისზე. დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ აღმოჩენის მომენტში ითვლება მიწოდებად. თავისი შემდგომი ნაბიჯების გათვალისწინებით. მიწოდებად, რაც მნიშვნელოვანია და ხაზი უნდა გაუსვათ, საბაზრო ფასით მიწოდებად და არა თვითღირებულებით. ეს ნიშნავს პირობითად თუ ყიდი რაღაცა პროდუქციას და მაქვს გასაყიდი ფასიც, თუ აღმოჩნდა დანაკლისი X მომენტში დათვლის დროს, რა ფასადაც ყიდი ამ პროდუქტს ის იქნება დასაბეგრი ბაზა. რაც ნიშნავს დასაბეგრი ბაზა. მიწოდებად, რო ითვლება პლუს ამას ეს არის უსასყიდლო მიწოდება, იმიტომ რომ ეს ხო საგადასახადო მიზნებისთვის გვაქვს ასეთი კვალიფიცირება, ხო? თანხა მე ამაში არ მიმიღია. თუ ვარ დღგ-ს გადამხდელი შესაბამისად ასეთი მიწოდება იბეგრება დღგ-ი, ეს 1.18% და ასევე ვინაიდან ეს არის უკომპენსაციო მიწოდება, ეს არის მოგების გადასახადი 15%. და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ სარეალიზაციო ფასი, ასეთი სახის დანაკლისი, რომელიც თქვენ თვითონ ვერ აღმოაჩინეთ დროულად, შეიძლება სხვა რაიმე ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული, უკვე რა თანხაზეა საუბარი. პლუს ამას თუ ეს აღმოჩენილია საგადასახადო ორგანოს მიერ, კიდევ არის ჯარიმა 10%-ის სახით. რაც შეეხება ზედმეტობას, არ გვეგონოს, რომ ვირა კარგია, ზედმეტობა აღმოვაჩინეთ თურმე. ზედმეტობაც, ანუ აქ არის უსაბუთო აღურიცხվել ზედმეტობაზე საუბარი, ასევე არის ჯარიმა საბაზრო ფასის 50%. 50%? კი ბატონო. ანუ აი ეს უნდა განსაზღვროთ, რამხელა რისკია და რა შეიძლება ავიცილოთ თავიდან, თუ სწორად ვგეგმავთ ზოგადად ჩვენს ადმინისტრირებას ჩვენი ბიზნესისა, ხო? ამასთან ერთად არის ესეთი შეღავაც ვერ დავარქვევ, მაგრამ დაშვება, რომ გნებავთ ზედმეტობა, გნებავთ დანაკლისი. თუ კი ასეთი ტიპის დანაკლისი ან ზედმეტობა არ აღემატება 2%-ს მსგავსი საქონლისა, საგადასახადო ორგანო თუნდაც თავად ატარებდეს ამ ინვენტარიზაციას, გპატიობთ, ასე ვთქვათ, ამას ჯარიმა არ ერიცხება, ანუ შესაბამისად შედეგები ამ სახის არ მოყვება. და ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არის ესეთი წოდებული ბუნებრივი დანაკარგი. და ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კონდეს არგუმენტირებულად და დოკუმენტირებულად დადასტურებული ასეთი რაღაცის არსებობა. ძალიან მარტივად რო წარმოვიდგინოთ საწარმოო პროცესი, ანუ წარმოებაში არის ჩართული კომპანია. და გაუთვალისწინებელი მოვლენა მოხდება. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცა პროდუქციის შექმნის უკან უნდა იდგეს კალკულაცია, თუ რა მასალისგან იქნება. ეგრეთ წოდებული რეცეპტი რომ დავარქვათ მას, ხო? ამ რეცეპტში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, თუ კი არსებობს ამ პროცესისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგი. ეს არის დარგობრივი ნორმატივი, ასე ვთქვათ, რომელიც თუ არ არსებობს დოკუმენტარულად, შეიძლება ეს იყოს ექსპერტის დასკვნა, რომ ამ დარგისთვის დამახასიათებელია მაგალითად ასეთი და ასეთი კოეფიციენტი ბუნებრივი დანაკარგის. რას ნიშნავს თვითონ შინაარსობრივად, ხო? ეს შეიძლება იყოს პროდუქციის შრობა, პროდუქციის აორთქლება, გადაზიდვისას მოცულობის ცვლილება შესაბამისად და ასე შემდეგ, ხო? ანუ აქედან გამომდინარე, ასეთი სახის დარგობრივი ნორმატივები
ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო გაწერილი, მოდით ესე ვთქვათ, მაგრამ ჩვენ არ ვართ სამართალმემკვიდრე ბევრ რაღაც ნორმატივში, ამდენად თვითონ საქმიანობაც გვიჩვენებს რა არის ამა თუ იმ დარგისთვის მისაღები. უბრალოდ მე ხაზს ვუსვავ იმას, რომ ეს უნდა იყოს დოკუმენტურად თვითონ საწარმოში დადასტურებული, რომ აი ჩვენთვის დამახასიათებელია ესა და ეს კოეფიციენტი დაუშვათ შრობის პირობითად და შესაბამის დოკუმენტაციას ხელი უნდა ეწერებოდეს პასუხისმგებელი პირების მიერ, რომ აი ეს არ იქნება დანაკლისი, ეს იქნება სხვა ობიექტური მიზეზებით გამოწვეული დანაკარგი, ბუნებრივი დანაკარგი, ხო? ეს ერთგვარი დაცვის მექანიზმია. ჯერ პირველ რიგში იმაზე მეტყველებს, რომ თვითონ საწარმომ კარგად გაიაზრა თავის წარმოების პროცესი და გამჭვირვალედ მუშაობს და მეორე დაცვის მექანიზმი არის ნებისმიერ საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობაში იმისათვის, რომ ავხსნათ თუ რატო არ უნდა ჩაითვალოს ესა თუ ის სხვაობა დანაკლისად, არამედ იქნება ბუნებრივი დანაკარგი. აი, რამდენად ლოიალურია არგუმენტაციის ნაწილში საგადასახადო ორგანო ამ შემთხვევაში და აი თვითონ მიდგომების ნაწილიც, ხო, საბოლოო ჯამში ხა ძალიან ბევრი გვიყურებს და ცოტა ერთულება რეალურად გარკვეული დასაბუთების ნაწილი, აი თუნდაც იგივე დანაკარგების კომპონენტში. ხო, აი, რამდენად ხდება სწორად მესიჯების ფორმირება, რამდენად ხდება სწორად ახმადობა, რამდენად კარგი და სამართლიანი ფიდბექები გვაქვს ხოლმე ცალკეული მიმართულებებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ აი ეს კომპონენტები და ურთიერთობის ჯაჭვი რამდენად არის დაცული ბაზარზე. პრაქტიკაზე დაყრდნობით, რომ გითხრათ, ასეთი ბუნებრივი დანაკარგებთან მიმართებაში საკმაოდ გამგება და ლოიალურად ეკიდება საგადასახადო ორგანოც, ისევ და ისევ ვიმეორებ, თუ ეს არის სათანადოდ დოკუმენტირებული. რა თქმა უნდა, არსებობს და აქვს შემოსავლების სამსახურს ბერკეტი იმისათვის, რომ შეადაროს მსგავსი სპეციფიკის იგივე საწარმოში არსებულს მათ როგორი სახისა აქვთ ასეთი დანაკარგები და საშუალო სტატისტიკურის გამოყვანაც ხდება, მაგრამ თუ პროცესი არის კარგად აღწერილი, კარგად დასაბუთებული და არგუმენტირებული, ეს მისაღები ხდება როგორც წესი 99%-ში შემიძლია ვთქვა საგადასახადო ორგანოს მიერ ამ შემოწმების პროცესში და ხდება ამის ასე ვთქვათ გათვალისწინება. მეცაც ვიტყვი, შეიძლება ერთ საწარმოს ამოწმდნენ და მეორე საწარმოს მიმართოს საგადასახადო ორგანომ, რომ თქვენ რა მონაცემებს ითვალისწინებთ და როგორ დარგობრივ ნორმატივებს ითვალისწინებთ, ხოთ მოგვაწოდეთ და აი ესეთი სახით შედარება ხდება. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ესეთი ცვალებადი, რომ ერთ თვეში მეორე თვისგან განსხვავებით დიდი ასეთ ცდომილებები იყოს, ამდენად მნიშვნელობა ენიჭება ამას. აბსოლუტურად გეთანხმებით და კეთი ნელ-ნელა გადავიდეთ უკვე რეკომენდაციების ველზე და მოხდა რეკომენდაციის ველი რა არის ამ შემთხვევაში, რომ რეალურად ბიზნესმა უნდა მიმართოს პროფესიონალს და პროფესიონალის ხელწერით, ეგიდით და ასე შემდეგ წარიმართოს მთელი რიგი პროცესები ინვენტარიზაციის ნაწილში. ეს აპრიორია ეს მოცემულობა არის. გარდა ამისა და ამასთან ერთად აი კიდე რა არის ძირითადი რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინოს დღეს ბიზნესმა თავიდან ბოლომდე პრაქტიკაში, იმიტომ რომ ნიუანსები არის ძალიან ბევრი. და თითოეული ნიუანსი ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიუანსიც კი შეიძლება მე ბუმერანგის პრინციპით მოუტრიალდეს უკან ბიზნესს და ეხლა ძალიან ბევრი გვიყურებს და კითხვა უჩდება, შეიძლება პროტესტიც ბევრს, რომ ეს ხო ვიცი. და შესაბამისად აი ეს ხო ვიციშია დამალული მთელი დეტალები და ეშმაკი როგორც იტყვიან. ხო, ამიტომაც აი მე მაინტერესებს აი რა იქნება თქვენი ფუნდამენტური რეკომენდაციების ველი. ზუსტად ძალიან კარგი ხაზგასმებით, ჩვენ ბევრი რამე შეიძლება ვიცოდეთ, მაგრამ კარგი იქნება, როდესაც ამ ცოდნას პრაქტიკაში გადავიტანთ, ფორმალიზებას მივცეთ, დოკუმენტირებას მივცეთ. კი ბატონო, ყველას გაგვიგია და ვიცით, რომ ინვენტარიზაცია რაღაც პერიოდულობით უნდა ჩატარდეს. პირველი რეკომენდაცია ეს პერიოდულობა იყოს დადგენილი. სულ მცირე წელიწადში ერთხელ. თუ თქვენი საქმიანობის სპეციფიკა ისეთი ხასიათისაა, რომ ერთიანად ვერ ხდება ინვენტარიზაციის პროცესის ისე წარმართვა, რომ ყველა ნომენკლატურა მოიცვას, ხდებოდეს შერჩევით ამ სასაქონლო მატერიალური მარაგის ინვენტარიზაცია რაღაც პერიოდულობით, რაც მოგცემთ საშუალებას იმისა, რომ დროულად აღმოაჩინოთ პრობლემა, გნებავთ იგივე ტექნიკური შეცდომა, რომელიც თქვენ სამუშაო პროცესს შეუშლის ხელს და ხდებოდეთ ეს უნდა იყოს ყოველთვე რაღაცა ნაწილი მოიცვას, ყოველ კვარტალურად თუ წელიწადში ერთხელ. მოემზადოთ წინასწარ როგორც მინიმუმ წლის ბოლოსთვის, უნდა დაელოდებით შემოსავლების სამსახურის შემოწმებას და არიდეთ თავის ჯარიმებს და თქვენ თავად შესაბამისად დაითვალეთ და დაადეკლარირეთ თუ კი რაღაც განსხვავებულ შედეგებს ღებულობთ და ეს არ არის თვითონ ინვენტარიზაცია, რაღაცა ფორმალური პროცესი. ეს არის საქმიანობის, ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობის ფინანსური სიჯანსაღის ინდიკატორი და საგადასახადო რისკებისგან თავის დაზღვევის ძალიან კარგი საშუალება. კეთი, ძალიან დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის და ტრადიციულად, ძალიან საინტერესო რჩევებისთვის, რეკომენდაციებისთვის. უკვე მომდევნო კვირაში შევხვდებით ერთმანეთს, ასევე ძალიან საინტერესო თემებით და მოკლედ მადლობა კეთი ღამბაშიძეს, Grant Thornton საქართველოს საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელს.